პატიმრის გარდაცვალების მიზეზების გამოკვეთისა და შეფასების მიზნით შემთხვევას სრულფასოვნად შეისწავლის სახალხო დამცველიც ომბუდსმენის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პატიმრის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოთავსების ფაქტი საჯარო 2025 წლის 29 იანვარს გახდა. სახალხო დამცველის აპარატი ჩართული იყო საკითხის შესწავლაში. მისი მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი კლინიკაში. ასევე პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. სამწუხაროდ პირადად პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ომბუდსმენის აპარატმა შეისწავლა რელევანტური ინფორმაცია და საკანთან არსებული დერეფნის ვიდეო ჩანაწერები. გაირკვა, რომ უშუალოდ საკანში ვიდეო მეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა. პატიმრის სამედიცინო მასალებით ვლინდება მრავლობითი დაზიანებები, აუცილებელია გამოძიებამ და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ ამომწურავი პასუხი გასცეს მათი წარმომავლობის შესახებ ყველა შეკითხვას. კითხულობთ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.